და 2025 წელი მე აქამდეც უნდა დამეწყო პრინციპში 2025 წლის პროგნოზები მე ადრე ვიწყებ ხოლმე როგორც წესი დეკემბერში თუმცა შესაბამისად ცოტა გადაგვივად და არის საოცრად გარდამტეხი წელიწადი პრინციპში შეიძლება ითქვას რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ალბათ ყველაზე რეზონანსული წელიწადი იქნება იმიტომ რომ რამდენიმე პლანეტა უმაღლესი პლანეტები იქვიათ მათ ასტროლოგიაში შეიცვლის ზოდიაქოს ნიშას ეს უკვე თავისთავად არის მოვლენები ანუ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ამიტომ 2025 წელი ჯერ ფონურად ვისაუბრებ რა თქმა უნდა ამიტომ რომ დღეს უფრო მეტი აქცენტი მინდა გავაკეთო ძირითად ტენდენციებს რაც ყველას შეეხება აბსოლუტურად რა თქმა უნდა ზოდიაქოს ნიშნებს მიხედვით მოკლედ ვიტყვი, თუმცა უბრალოდ მე 31-ში ბევრად უბრალოდ უნდა ვილაპარაკო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. მთავარი ტენდენციები რაც არის მოკლედ ამ წელს. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს რომ ეს არის გველის წელი. ეს არის წელიწადის სიბრძნის, ასე ვთქვათ, საკუთარ თავში ჩაღრმავების და გაცნობიერების და გაანალიზების. ძალიან კარგი სტიქია ხის გველია, მწვანე გველის წელიწადი მოდის, რომელიც პრინციპში ძალაში შედის 29 იანვარს, პირველ ახალმთვარეობას, ახალი წლის პირველი ახალმთვარეობა, როცა მოუწევს, აი მაშინ იწყება ხოლმე ხან იანვარში უწევს ეს ხან თებერვალში და ეს პირველი ახალმთვარეობა ყოველთვის მთელი წლის ტონს გვაჩვენებს. ნახეთ, რა იქნება ყველაზე მთავარი და ეს ახალმთვარეობა უწევს მერწყულის ნიშანში ეს არის კოლექტიური ენერგიები ანუ ეს არის ადამიანები, გუნდები, ჯგუფები, არის კოლექტიური ცნობიერება, აი ზუსტად გუნდურობის პრინციპი, ეს იქნება ყველაზე მთავარი პრინციპი და რაც მთავარია მერწყული რა თქმა უნდა ეს არის კიდევ ახალი ესე ვთქვათ ფორმა სისტემების, აბსოლუტურად ყველა სისტემის შეცვლა მოხდება, ყველანაირი გაგებით სისტემები აბსოლუტურად ჩამოიშლება და ახალ ესე ვთქვათ პერეტრუბაცია ქვია ამას, მოხდება რაღაცა რეკონსტრუქცია ყველანაირი ტიპის სისტემურობის, ანუ თავისი სახით სისტემებად ვეღარ დარჩება 2025 წლიდან, შეიცვლება მათი ფორმა და აღარ იქნება იერარქიული, მინდა გითხრათ. ეს არ ეხება მხოლოდ ვთქვათ სახელმწიფო მოწყობას, სამსახურებს, ოჯახსაც შეიძლება ეხებოდეს როგორც სისტემას, იმიტომ რომ ოჯახის სისტემა არის, ხო, ჩვეულებრივ, ანუ ყველა სისტემაში მოხდება ცვლილებები და დაიწყება პრინციპი თანასწორუფლებიანობის, მინდა გითხრათ, ანუ ეს მერწყულის ენერგიებზე გადავდივართ. პლუს ამას რა კი ეს გველის წელია და ეს ხის გველია, ხის გველს რა შეუძლია იცი, ბექა, ხიდან პოტიდან ტოცი გადახტოვა. აი რა სიტყვა. შეხედე შენ გველს რამდენი შესაძლებლობა ქონია? ესე ვთქვათ, ზამბარასავით ეს დაეხურა და გადახტება ხოლმე. ანუ სიმბოლურად რომ მაგიხსნათ 2025 წელი არის ძალიან ბევრი სიურპრიზები ცავსე, აი უამრავი სიურპრიზები იქნება და ცოტა როგორი წელი არის, ეს ტალღებივით არის მიხდით ხო, აი რაღაც ესეთი ენერგიები იქნება, რომ აი რაღაცა ზღვარზე მივედით, გონია რომ აი უკან დასახევი გზა არ არის და აი უცებ აი როგორც ეს გველი ერთი ტოტიდან გადახტება ხოლმე ესე სიტუაციები უცებ შეიცვლება ხოლმე და ძალიან ხშირ შემთხვევაში ბევრი ადამიანი ირწმუნებს სასწაულებს, ირწმუნებს იმას რომ ხანდახან ლოგიკა არ მუშაობს და მუშაობს რწმენა და ინტუიცია და აქ მივადექით მთავარ თემას 2025 წელი ეს არის რწმენის გაღვივების და საკუთარ შიშებზე მაღლა დადგომის წელიწადი, იმიტომ რომ აქვე კარმული კვანძი თევზების ნიშანში გადადის თავარი ტენდენციები და ტრენდული ტენდენციები ეს არის თევზების ენერგია და ეს არის ესეთი პრინციპი რისკი ჯერა შენ და ხანდახან უბრალოდ უნდა დაიჯერო რომ მოხდეს ანუ არ უნდა დასვე კითხვები არ უნდა გაყვე მხოლოდ ლოგიკას და ლოგიკით არ უნდა ცადო რაღაც მოვლენების პროგნოზირება უბრალოდ უნდა დაიჯერო და შენი წმენა თუ ძლიერია წყალზეც კი გაივლი და ეს პრინციპი რომ თევზები ასტროლოგიის ეს არის კიდეც რელიგიის სიმბოლო ამიტომ ყველა იმ ადამიანს ვისაც დაბადებიდან აქვს ეს ხასიათის თვისება ამეოცნებია და ჯერ რაღაც გაცილებით რომ მაღალი ენერგიების ვიდრე ადამიანური ლოგიკა, ვეტყოდი რომ თქვენთვის კარგია 2025 წელს. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება აი 180 გრადუსით შეიძლება ითქვას რომ შეიცვლება, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული წელია და პლუს ამას ნუმეროლოგიურად ეს არის ცხრიანის წელი, რომელიც საერთოდ დახურავს ბოლო 9 წლებს, ანუ დამასრულებელი, ეს თქო ციკლის დამასრულებელი წელიწადია და პრინციპში რა მოხდება, იცით, აი მეკითხებიან ხოლმე რომ ადამიანები შეიცვლებიან? არა, ადამიანები არ შეიცვლებენ, გამოვლინდებიან. ანუ ეს არის მეგონი დაიწყო უკვე იცი, რომელიც რაც აქამდე იყავით, რაც აქამდე აგროვეთ, აი ამის დეკლარირებას გააკეთებს. ამიტომ გაიხსენეთ ბოლო, ესე ვთქვათ, წლის მანძილზე. არა, კარგიც ხარ, უბრალოდ ხო დავასრულეთ. არა, ახლა არის 12 წლები არის დასასრულებელი. ეს არის აბსოლუტურად ესეთი ტრანსფორმაციული წელიწადი, ოღონდ
ძირითადად რაც ვაგროვეთ, იმის საპასუხოდ მივიღებთ გრანდიოზულ შედეგს. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ეს არის თევზები ასტროლოგიაში არის ასევე სირცხული და სინანული, მინდა გითხრათ და საოცარი სინაულის და სირცხულის წელი იქნება ბევრი ადამიანისთვის. ბევრი ადამიანი ჩაიხედა სარკეში და ზუსტად მე სულ ვამბობ ხოლმე რომ ყველაზე დიდი სასჯელი ადამიანისთვის არის ესაუბროს ყველაზე მთავარ ცენზორს საკუთარ სინდის. და ზუსტად ესეთი წელი არის, როდესაც გარემოებისა დაალაგდება იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს ხშირად გონია რომ რაღაცას ვაკონტროლებთ, აფს არავინ არ აკონტროლებს და აქედან გამომდინარე არ უნდა გაგვეთამამოს არანაირი ტიპის ძალაუფლება. აი ზუსტად ეს პრინციპი იქნება რომ ვისაც გონია რომ ზემოთ არის, შეიძლება ქვემოთ აღმოჩნდეს და პირიქით ხოთ შორის ვის ძალიან ქვემოთ არის შეიძლება ზემოთ აღმოჩნდეს უცებ. რომ აი ესეთი ამყირავების წელია, მინდა გითხრა, თავისი გამოწვევები აუცილებლად ექნება ყველა ადამიანის შემთხვევაში. ამოდენიმე ეტაპია, რომელსაც მე ძალიან ესე გაუსმევდი ხაზს, იმიტომ რომ თავისი ეტაპები აქვს ამ წელს. პირველი ეტაპი ეს არის თებერვალ-მარტის პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, თუმცა ვიტყოდი რომ უკვე იანვარი საოცარი სიურპრიზების თვე არის, მინდა გითხრათ ზოგადად ადამიანებისთვის. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, აი იანვარი უკვე სიურპრიზებით დაიწყება და აი მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. თებერვალი იყოს შეიძლება ცოტა ემოციური ჩავარდნების, უკვე მარტში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სატურნის და ასე ვთქვათ ნეპტუნის შეერთებები მოდის ესე ეპოქალური მოვლენა არის. ეს არის საერთოდ ზოგადად ეპოქების ცვლა და სისტემების ცვლა. ანუ როდესაც იყო ესეთი ასპექტები თავის დროზე მაგალითად, ხო? ყველანაირი ტიპის სისტემა დაწყებული საბჭოთა კავშირით ჩამოიშალა. კი. ყველა სისტემა თავის, იცი რა, ჩამოშლაც არ არის ლოგიკურ დასასრულამდე მიდის, იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის უსასრულო და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერიც აი თავის ფინალიზაციამდე მიდის. კი, რა თქმა უნდა, ოღონდ შიგნიდან ხდება უკვე რაღაცა, ანუ შიდა პროცესები, იმიტომ რომ ეხლა სატურნი, რომელიც ზოგადად სისტემებს კურირებს ასტროლოგიაში, თევზების ნიშანშია და ეს ნიშნავს იმას, რომ გარედან შეიძლება არ ჩანს, მაგრამ აი შიგნით არის ქაოსი, თევზები ქაოსია ძირითადად ამ შემთხვევაში. ამიტომ ამ დროის ამბავია კიდევ ერთხელ გეტყვით. ძალიან გარდამტეხი იქნება პერიოდი აპრილიდან ივნისის ჩათვლით, განსაკუთრებით ივნისი, მინდა გითხრათ, აქ იქნება ყველაზე გარდამტეხი მოვლენები და ივნისის შემდეგ არის ბევრად უფრო ემოციურად, ესეთი როგორ გიხართ, ოპტიმისტური და აი საოცრად ამაღელვებელი პერიოდი დაიწყება მაშინ, როდესაც აი ზუსტად ის პლანეტა, რომელიც პასუხს აგებს იდეოლოგიაზე, რწმენაზე, ამ ფუნდამენტურ, ესე ვთქვათ, შეხედულებებზე, თუნდაც რას ნიშნავს შენთვის შენი ქვეყანა და რა იდეოლოგიით ცხოვრობ, გადადის თავის ეგზალტაციის ზონაში, ეს არის კირჩხიბი, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ზუსტად ეს პრინციპი ეროვნულობის იდეა, აი მთელი თავისი სისავსით, მით უმეტეს საქართველოსთვის გაიშლება უკვე მრავალფერად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი წელია, უბრალოდ უნდა ვიყოთ ერთი რამისთვის მზად, გველი იცვლის ტყავს. ყველას მოუწევს ტყავი გამოიცვალოს, თუ არ თავისით, ესე ვთქვათ, თავისით თუ არ იცდება რომ რაღაც შეიცვალოს და ტყავი გამოიცვალოს, გარემოებები არ იძულებს რომ ტყავი გამოიცვალოს და რაღაც ახალ ტყავში, ახალ ამპლუაში, ესე ვთქვათ, აღმოჩნდეს. ამიტომ ჯობია რა თქმა უნდა გაცნობიერებულად გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, შევიცვალოთ და რაღაც ახალი ენერგიები შემოუშვათ და რა თქმა უნდა ყველას ექნება რისკები და გამოწვევები, აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ ეს წელი მართლაც რომ გამოწვევების წელიწადია. განსაკუთრებით ტრანსფორმაციული იქნება ის რაოდენიმე ზოდიაქოს ნიშნისთვის, ძირითადი ღერძი აქ არის თევზები ქალწული, ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს ყველაზე მეტად 2025 წლის ტენდენციებს, იმიტომ რომ მთავარი მოთამაშეები ისინი არიან მიმდინარე წლის. თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები მიხვდებიან იმას, თუ რამდენი შეუძლიათ. თქვენს ხელშია ყველაფერი, მოდი ესე გეტყვით. თუმცა არ იქნება მარტივი, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი მოთამაშეები მიმდინარე წლის არიან თევზები და თევზებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება. ეხლა რა თქმა უნდა პიროვნულ დონეზე იქნება უკვე ის თქვენ ამ პასუხისმგებლობას ეგრეთ წოდებულად გაუკაჩავთ თუ ვერ გაუკაჩავთ, მაგრამ ეს წელი გაჩვენებთ იმას, თურმე რა შეგძლებიათ რეალურად და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამის გაცნობიერება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვით, თქვენ აღმოჩნდებით ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების და პასუხისმგებლობის წინაშე და არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ თქვენს გაცნობიერებულ ნაბიჯებზე და ასე ვთქვათ, სწორ მორალურ პრინციპებზე, რადგან მორალურად სწორად გადადგამთ ამ ნაბიჯებს და არ შეგეშინდებათ, მოკლედ მომავალს თვალი გავუსწოროთ, მაშინაც კი როცა გეშინიათ და ბუნდოვანების წინ გახართ, იმიტომ რომ ეს წელი კიდევ ერთხელ ამბობ შიშების გადალახვის და შიშებზე მაღლადგუმის წელიწადია.
თქვენ იქნებით ამ წლის გმირი და თავი გამოწვევებით ზუსტად ეს არის. ხოთ შორის აქ პირად ურთიერთობებს ეხება ძალიან ბევრი რამ ბევრი ცხოვრებაში შეიძლება იყოს საცხოვრებლის და ზოგადად ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება მე პრინციპში თევზებიდან იმიტომ დავიწყო რომ ორი ნიშანი განსაკუთრებით უნდა გამოკვეთოთ და მეორე ნიშანი არის ქალწული ასევე რომელიც ამ წლის ერთ-ერთი ესეთი მთავარი მოთამაშე არის ასევე თქვენი ცხოვრებაც ზუსტად 180 გრადუსით შეიცვლება და რაც აქამდე ვერ ბედავდით აი ზუსტად ის გამოგივათ ის შეიძლება გაბედოთ თუმცა აქ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ერთ ტენდენციას ზოგადად წელიწადი გამორჩევა იმით რომ არ არსებობს საიდუმლო რომელიც არ გამჟღავნდეს აი ესეთი პრინციპია და შესაბამისად არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აპრილის თვიდან მოყოლებული ყველაფერი ის რაც გვეგონა რომ სადღაც კულისებს მიღვა დარჩა ყველგან ამოყვინთავს მინდა გითხრათ და ქალწულს ეს განსაკუთრებით ეხება რა თქმა უნდა იმის მიხედვით როგორ ესე ვთქვათ როგორ გაატარეთ პერიოდი დაახლოებით 2015-16 წლის პერიპეტიებს უნდა ესე ვთქვათ გადახედოთ თუ იქ რამე იყო ისეთი რისი გაჟღერება გახმაურება თქვენთვის მტკივნეულია მაშინ ჯობია რომ თვალი გაუსწოროთ ამ სიმართლეს და თავად აიღოთ პასუხისგებლობა თუნდაც ამ კუთხით რომ რაღაც შეცვალოთ და ძალიან მნიშვნელოვანი წელია გამბედაობისთვის. იმიტომ რომ აი თქვენ თუ გამბედაობას გამოიჩენთ ძალიან ბევრი რამ აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვლება. მათ შორის ფინანსურ და პროფესიულ ნაწილს ასე ვთქვათ გაუსვამდი ყველაზე მეტად ხას. რა თქმა უნდა, ბერძის ნიშნით დაბადებული ადამიანის პრინციპში უნდა დამეწყო, მაგრამ რა გიყა ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი მაინც გამორჩეულად თავარი მოთამაშეები იქნებიან 2025 წელს. ბერძთან მთავარი გამოწვევა არის ძალიან საინტერესო წელია სხვა შორის არც ვერძი არ არის პრინციპში კულისებს მიღმა მოთამაშე თუმცა ვერძის ნიშნით დავადებული ადამიანები შეიძლება ითქვას ბოლო წელიწად ნახევრის მანძილზე უფრო მეტად იყვნენ ავანგარდში კარგი გაგებითაც ცუდი გაგებითაც იმიტომ რომ ზუსტად ვერძზე იყო ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა ბოლო წელიწად ნახევრის მანძილზე და ბევრი ადამიანი ჩემი თანამეზოდიაქოვე ალბათ დამეთანხმება იმაში რომ იყოს სირთულეები იყოს საკუთარ თავთან ჭიდილიც უფრო მეტი იყო ალბათ რაღაც გარკვეულ ურთიერთობებშიც ემოციური ძალიან დიდი გადატვირთვები, რაც პრინციპში ჯერ კიდევ სადღაც მარტის ბოლომდე გრძელდება, მარტის ბოლოს საბოლოოდ დასრულდება თქვენი ესე ვთქვათ ტრანსფორმაცია და გამოცდები და თქვენ უკვე აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადიხართ საკუთარი ცხოვრების. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, იღებს შანსებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის პირად ურთიერთობებში და ეს წელი გასაოცარი წელია იმ კუთხით რომ მას ეძლევს კარმული ქორწინების წლები ქვია და შესაბამისად ამ წელს ვინც ესე ვთქვათ დაოჯახდება ეს არ არის მარტო ადამიანური კანონები ცოტა სხვა დაშვებითაც არის მინდა გითხრათ და ვერძის ნიშნით დაბადებულებთან აი ზუსტად ესეთი წელიწადია ეს არის ზუსტად კარმული ურთიერთობების და დამსახურებული მნიშვნელოვანი ურთიერთობების და დიდი სიყვარულის წელიწადი რომლის ჩანასახიც ალბათ უკვე არის თქვენ ცხოვრებაში ვიღაცასთან ეს უკვე არის მიმდინარე პერიოდში თუმცა ამას თავისი რაღაცა ფინალიზაციის მომენტები ექნება. პატარ-პატარა ეჭვები შემოგიტევთ სავარაუდოდ ალბათ თებერვალ-მარტის პერიოდში. შეიძლება თქვენთვის არაკომფორტულ გარემოში აღმოჩნდეთ, არჩევანის რთული არჩევანის გაკეთება შეიძლება მოგიწიოთ, მათ შორის შეიძლება იყოს ორი ადამიანიც, ორი განვითარების პერსპექტივაც, არ იქნება თქვენთვის ეს ყველაფერი მარტივი, თუმცა ამასაც ყოჩაღად გაართმევთ თავს. კურას ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან უდიდესი გამოწვევები მოდის, ასევე და ეს გამოწვევები ეხება კომფორტის ზონის დატოვებას და საკმაოდ ხანგრძლივადიან პერიოდს, რომელიც უკავშირდება პროფესიულ საქმიანობას. თქვენ მიხვდებით, რომ საბოლოოდ დადგათ რომ გამოხვიდეთ ჭრილიდან. ჭრილიდან ალბათ რომელშიც ბოლო 2 წლის მანძილზე საკმაოდ ბევრი ადამიანი, ვინც კურას ნიშნით არის დაბადებული, ალბათ იყო რაღაცა მიზეზიდან გამომდინარე პასივში. ზოგთან ეს იყო ოჯახური რაღაც სიტუაციები, ზოგთან ეს იყო უბრალოდ საკუთარი თავის ძიება და თქვენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა 2025 წლის ეს არის ახალი პერიპეტიები პროფესიული კუთხით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ ემიგრაციას და გადაცხოვრებას უკავშირდებოდეს და სხვათა შორის აქვე ვიტყვი რომ 2025 წელი გამორჩეულია მიგრაციის ტალღებით, ძალიან დიდი ტალღებია მიგრაციის და გულწრფელად მჯერა რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი დაბრუნდება, ანუ კი არ წავა, დაბრუნდება და ზუსტად ის ადამიანები დაბრუნდებიან, ვინც ჩვენს ქვეყანას ძალიან ჭირდება, ჩვენ უამრავი თანამემამულე ყავს
მსოფლიოში მიმოფანტული, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ და ყველას გული შესტკივა თან ზუსტად ვიცი იმ მოვლენებზე, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ვითარდება. ამიტომ მიგრაციის ტალღებს ველოდებით, კუროს ნიშნით დავადებულებთან ასევე ძალიან გამოკვეთილი იყო შეიძლება მიგრაცია უფრო სამსახურებრივი კუთხით, რაღაც საკითხები ეხება სტატუსს და საბუთებს, რომელიც მდინარე წლის მანძილზე არის თქვენი მთავარი პრინციპში გამოწვევაც და რაღაც დოზით რისკებიც. უბრალოდ აქაც არასტანდარტული მეთოდების გამოყენება მოგეთხოვებათ და რწმენა, იმიტომ რომ 12-ვე ნიშანს პრინციპში ვეტყოდი, რომ 2025 წელი ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რომ არ უნდა მივყვოთ მხოლოდ ლოგიკას, უნდა დავიჯეროთ, უნდა უპირობოდ უნდა გჯეროდეს ჩვენი, ესე ვთქვათ, მიზნების, უნდა გჯეროდეს სასწაულების, შინაგანად უნდა ვიყოთ გაწონასწორებული და აი მერე ყველაფერი გამოდის. ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შეეხებათ, მათთვის მიმდინარე წლის, ესე ვთქვათ, მთავარი გამოწვევები ეს არის საკუთარ თავში გარკვევა, ძალიან ბევრი მავნე ჩვევის დამარცხება, მათ შორის უამრავი შიშის ჩამოშლა. აი ყველას რაღაც გარკვეული შიშები, რომელიც უკავშირდებოდა ემოციურ მიჯაჭვულობას, რაღაც თემებს, რომელიც არის დაკავშირებული ოჯახთან, სტაბილურობასთან, ზოგადად ემოციურ სტაბილურობასთან პრინციპში თვითონაც, ანუ ყველაზე მთავარი წელია, რომელიც გასწავლით იმას, რომ არ არსებობს გარანტიები ემოციური სტაბილურობის კუთხით, თქვენ თვითონ თუ არ მიხვდით, რომ საკუთარი თავის საყრდენი თურმე თვითონ ყოფილხართ, აი ამის სწავლა მოგიწევთ, შეიძლება ითქვას უახლოესი 1 წლის მანძილზე, ეს არის თქვენი ყველაზე მთავარი გამოწვევა. ტყუპისთვის ასევე არაჩვეულებრივი პერიოდია სწავლისთვის, განვითარებისთვის, ჰორიზონტების გაფართოებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მინიმუმ ჰობის დონეზე იპოვის რაღაც ახალ საქმიანობას, განსხვავებულს იმისგან, რაც აქამდე აკეთებდა და შეიძლება ეს გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან პროფესიათაც იქცეს და პარტნიორულ ურთიერთობებში ძალიან კარგი ეტაპი აქვს, განსაკუთრებით მაისში დაბადებულებს ეწყებათ ძალიან კარგი ეტაპი, იმიტომ რომ თქვენ უკვე საშუალება გაქვთ ზუსტად იმ პრინციპით, რაც პრინციპში წლის ტრენდიც არის, მეგობრობის, თანასწორობის პრინციპით, ნდობის პრინციპით აშენოთ არაჩვეულებრივი ურთიერთობები, ან გადაიყვანოთ ეს ურთიერთობები, თუნდაც აი ამ, ესე ვთქვათ, ლეველზე. ძვირფასი კიჩხიბები. კიჩხიბთან უკვე 31 დეკემბერი, სხვათა შორის, როცა ჩვენ ახალი მთვარება გვიწევს, ძალიან საინტერესო საახალწლო ესა გვაქვს მოკეთ 31 დეკემბერს ახალი მთვარე გვიწევს, ახალ მთვარებაც გვიწევს. ემოციურად იქნება ძალიან მოწყვლადი და შეიძლება რაღაცა შეგრძნებები გქონდეთ, რომ აი სიტუაციას ვერ მართავთ, არ იცით წინა იქნება, ეს დროებითია, მინდა გითხრათ. ამიტომ მე გირჩევთ ის დრამას, რომ 2025 წლისთვის მზადება დაიწყეთ უკვე 31 წლის დეკემბრიდან. და შეიცადეთ, რომ შეხედოთ ყველაფერს მაქსიმალური ოპტიმიზმით, იმიტომ რომ სადღაც დაახლოებით 5 თვის შემდეგ, აი 31 დეკემბრიდან რომ გადავთვალთ 5 თვე ნახევარი, თქვენ დაინახავთ იმ შედეგებს, რაც მაგალითად აი ზუსტად წინა საახალწლო ღამეს, თუნდაც სურვილების სახით თქვენს თავს ჩაუთქვით და თქვით, რომ აი მე ამას შევძლებ, ამას გავაკეთებ. კიჩხიბის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გაზაფხულიდან გააცილებით უფრო კარგი პერიოდი აქვს, ბევრი შესაძლებლობები, გაფართოების, ყველა გაგებით თუ ჰორიზონტების გაფართოების, სწავლის, ურთიერთობების საკმაოდ ეფექტური პერიოდი აქვს, თქო ეს ყველაფერი ეხება დაახლოებით ზაფხულიდან და შემდეგ პერიოდს. მანამ ამ პერიოდამდე რაღაც გარკვეული საკუთარი თავის ძიებით შეიძლება იყოს დაკავებული პარტნიორული ურთიერთობების კუთხით რაღაც თემების დალაგება აუცილებლად მოგიწევთ, როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობების კუთხით ძალიან ბევრი გადალაგებები გელოდებათ იცოდეთ წინ. თუმცა ესეც ზუსტად იმიტომ ხდება, რომ საკუთარ შიშებს ზუსტად გადაახტეთ და ზემოდან შეხედოთ. ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, თქვენს ცხოვრებაში ეს პერიოდი, ესე ვთქვათ, მიმდინარე წელი ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ბევრ მავნე ჩვევას თქვენ თვითონ გაუსწორებთ, თვალზე მოიშორებთ. ასევე შესაძლებელია იპოვოთ ცითამამე და გაწყვიტოთ ის ურთიერთობები, რომელშიც მხოლოდ თქვენი რესურსი მიდის და მოვალეობებში გადაგივიდათ და მათ შორის ძალიან ბევრ ადამიანთან, ვინც ლომის ნიშნით არის დაბადებული, ყველაზე დიდი გარდატეხები იქნება პირადი და პარტნიორული ურთიერთობების კუთხით, იმიტომ რომ ეს წელი არის ზუსტად ის საწყისი, როდესაც თქვენთან იწყება ტრანსფორმაცია პარტნიორით და პარტნიორის გამო, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ივლისშია დაბადებული, იგრძნობს ამას ძალიან კარგად. თუმცა ეს არ ეხებოდა შეიძლება მხოლოდ ურთიერთობებს, პარტნიორულს, ეს შეიძლება ეხებოდეს ასევე ურთიერთობებს გუნდთან, ჯგუფთან, კოლექტივთან და სისტემასთან. და აქედან გამომდინარე, ყველაფერი მაინც პარტნიორულზე გადის.
ეს პერიოდი მარტივი ნამდვილად არ იქნება, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ თქვენ ახლა სწავლობთ საკუთარი თავის ფასს, სიმყარეს, პრინციპში აცნობიერებთ სურვილებს, რა გინდათ თქვენ და რა გეგონათ აქამდე რომ გინდოდათ და ვალდებული იყავით, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი, ვინც ლომის ნიშნით არის დაბადებული, ზუსტადაც რომ პრინციპში ამ წლის გიდი კიდევ ეს არის რომ გეშინიათ თუ არა გამოიღვიძო, მზად ხარ თუ არა გამოიღვიძო, გამოიღვიძებს, აი პირდაპირ და გადატანთი მნიშვნელობით ვიღაც ახალ ურთიერთობებს ააშენებს, ძელს დაასრულებს და მიხვდება რომ არაფერი საშიაკ არ ყოფილა და ვიღაც პირიქით პროფესიული, ასე ვთქვათ, განვითარებისკენ წავა ხანგრძლივადიანი პერიოდის შემდეგ, რომელიც მიუწვნა მარტოოდენ ურთიერთობებს, სადაც მისი რესურსი შეიძლება ითქვას არაეფექტურად იხარჯებოდა. ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე პრინციპში თქვი და ორი სიტყვით კიდევ ვიტყვი რომ ძალიან კარგი პერიოდია მიიღოთ ის რაც აქამდე არ გამოგდიოდათ, გამოგივიდეთ ის რაც აქამდე არ გამოგდიოდათ. შეიძლება აქ გარემოებების დაგილაგდეთ რომ აი ჩაისუნთქოთ, ამოისუნთქოთ და უცებ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ეს ეხება მარტის ბოლომდე პერიოდს. მარტის ბოლომდე თქვენს მხარეს არის ფორტუნა. მარტის შემდეგ თავისებური სირთულეები ალბათ იქნება ზოგიერთი შემთხვევაში და პრინციპში წელიწადი გაძლევთ ამგვარ ესე ვთქვათ მიმართულებას. თუ გინდათ რომ თქვენ ცხოვრებაში რაღაც ახალი დაიწყოს, საკუთარი თავის ძველი ვერსიისგან უნდა გათავისუფლდეთ. ეს ყველაზე მთავარი პრინციპია ამ წლის. სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, პრინციპში ვერძის ნიშნით დაბადებულებთან ერთად, მათთვისაც არ იყო უმნიშვნელო ბოლო წელიწად ნახევარი. თუმცა სასწორის შემთხვევაში მაგალითად ყველაფერი შეიცვალა რადიკალურად, რაც ზუსტად აქამდე არ გამოძდიოდათ, გამოუვიდათ. ბევრთან ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები, გარღვევები ურთიერთობებში, პირადში, პარტნიორულში, ბევრი დაოჯახდა, ბევრი განგორწინდა, საკმაოდ დიდი ილუსტრაციები ჰქონდათ სასწორებს ყველა გაგებით, ყველა ურთიერთობაში და პირველში საკუთარ თავთან, თვითიდენტიფიკაციასთან და თქვენ შემთხვევაშიც უკვე მარტის ბოლოდან დასრულდება, საბოლოო დასრულდება ეს ყველაფერი, მარტი იქნება ალბათ ის თავარი პერიოდი, სადაც საბოლოოდ გაავლებთ წითელ ხაზებს, ვისთან ერთად ხართ და ვისთან ერთად აღარ ხართ და აი ზუსტად ეს დიდი ილუსტრაციის პროცესი ურთიერთობებში საბოლოო ფინალიზაციამდე მივა. აი ამის მერე უკვე თქვენ ცხოვრებაში მოდის პერიოდი მნიშვნელოვანი პროექტების, მათ შორის შეიძლება იყოს შემოქმედებით პროექტები. შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, ვინც სასწორის ნიშნით არის დაბადებული, ეს წელი იყოს გამორჩეული ახალი ურთიერთობებით, სასიყვარულო ურთიერთობების, ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობების დასწრისით. ასევე შეიძლება იყოს წელიწადი, როდესაც თქვენ შვილებს ექნებათ მნიშვნელოვანი მოვლენები. რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით და ეს თქვენზე ძალიან აისახება, თუ კი რა თქმა უნდა, ყავთ შვილები განსაკუთრებით ცოტა უფრო ასე ვთქვათ, დიდ ასაკში, მათმა წარმატებამ შეიძლება პირდაპირ იქონიოს გავლენა თქვენს. რაც შეეხებათ მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. აქაც ვიტყოდი, რომ ბოლო 1 წელი მორიელისთვის საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა, ვინც მორიელის ნიშნით არის დაბადებული, ჯერ კრიტიკულ ზღვას მიაღწია სავარაუდოდ და ზოგმა ალბათ ეს გადალახა, ზოგს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ალბათ. ეს ფაზა ფაქტობრივად ალბათ ბოლო 1 თვე მაინც კიდევ ფინალურია თქვენთვის საკუთარ თავთან ბრძოლის და რაღაც ესე ვთქვათ უკმაყოფილებების თუნდაც მაგრამ თქვენ შემთხვევაში გვიანი გაზაფხულიდან მოყოლებული ბევრი რამის დალაგება არის შესაძლებელი, საკუთარ თავთან გაწონასწორება იქნება უკვე შესაძლებელი, გამბედაობის მოკრება იქნება შესაძლებელი, შესაძლებელი იქნება ყველაფერი იმის თუმთლიანად არანაწილობრივ მაინც აღდგენა, რაც 2024 წელში დაინგრა და ანგრიეთ. უფრო სავარაუდოა რომ თქვენ დაანგრიეთ, იმიტომ რომ ვერ გაიგეთ როგორ უნდა მოქცეულიყავით, ეს თქვათ, მოუხეშავად მოიქეცით რაღაც სიტუაციებში, იქნება ეს საქმიანი, იქნება ეს პირადი ურთიერთობები, ზაფხულიდან მოყოლებული, თუ თქვენ სითამამეს გამოიჩენთ, გულწრფელობას გამოიჩენთ, ყოველთვის არის აღიარებთ რაღაცებს, ძალიან ბევრი რამის, ხელახლა, ესე ვთქვათ, რეანიმირების, აღდგენის, ესე ვთქვათ, პატიების თხოვნის და სიმსუბუქის შანსები გეძლევათ, ამიტომ ეს შანსი აუცილებლად ეს არის თქვენი მთავარი გამოწვევა, შეიძლება ითქვას, უნდა გამოიყენეთ. მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რაც შეეხებათ 2025 წლის მთავარი გამოწვევები მათ შემთხვევაში, ეს არის პირველ რიგში საკუთარი ადგილის პოვნა
პროფესიული კუთხით, განსაკუთრებით ზუსტად გაზაფხულის, გვიანი გაზაფხულიდან და შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული გაწონასწორდება საკუთარ სურვილებში, საკუთარ თავთან დაალაგდება, შეხედულებებში, იდეოლოგიაში, ფასეულობაში, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ეს იქნება წელი მთავარი გამოწვევების, რომელიც არის დაკავშირებული პირად და სასიყვარულო ურთიერთობებთან. ძალიან ბევრ ადამიანთან, ვინც მშვილდოსნის ნიშნით დაიბადა, მოხდება ურთიერთობების ან საბოლოო დასრულება, ან აბსოლუტურად ახალი, ესე ვთქვათ, ურთიერთობების ოჯახ შექმნა იყოს შესაძლებელია, ეს ყველაფერი იყოს რაღაც ოფიციალური სტატუსის მიღება, განსაკუთრებით ზაფხულიდან მოყოლებული და ეს განსაკუთრებული, ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობები შეიძლება იყოს თქვენთვის, ამ ურთიერთობებს შეიძლება მოყვეს თქვენთვის აბსოლუტურად ახალი ჰორიზონტები, როგორც საკუთარი თავისწვენის კუთხით, ისე ემიგრაციის, გადაცხოვრების, გადაცხოვრების წესის შეცვლის, ამიტომ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები გაქვს, თუმცა გაზაფხულამდე პერიოდი შეიძლება იყოს დილემა არჩევანის, სხვა არჩევანის წინაშე შესაძლოა იდგეთ, არ იყოს შეიძლება ბოლომდე მყარი რაღაც გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა უფრო მეტი შანსია, რომ გარე მოებები არ გაძლევთ საშუალებას, რომ აი ეს მასშტაბურად, როგორც თქვენ გიყვართ, ესე ვთქვათ, გადაწყვიტოთ თქვენი ცხოვრება და რაღაც ეს დიდ პროექტებზე გადახვიდეთ და ამიტომ უკვე გვიანი გაზაფხულიდან მოყოლებული ამის შესაძლებლობები ერთმნიშვნელოვნად უკვე მოიმატებს თქვენ ცხოვრებაში. თხის რქები, აი მათთან არის ყველაზე მთავარი თემები. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი წელია ასევე თხის რქებისთვის. თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანები, აი გაზაფხულზე განსაკუთრებით მე მოვნიშნავდი სადღაც ალბათ მარტიდან პლუს-მინუს ივნისამდე პერიოდს, როდესაც თქვენ გახართ აი ესე სიმბოლურად გეტყვით თქვენი ცხოვრების გზაჯვარედინზე დადგომა მოგიწევთ და ასევე სიმბოლურად რომ გითხრათ, ყველაფერი საინტერესო და მნიშვნელოვანი ხდება გზაჯვარედინზე. ხომ ესე ანუ გზაჯვარედინზე როცა გავართ, აი გაქვს არჩევანი, გზაჯვარედინზე არჩევანი გვაქვს, შესაძლებლობა რესურსები მეტია, თუმცა გზაჯვარედინი არის ყველა სახიფათო ადგილიც, ასევე დამეთანხმებით ზოგადად უსაფრთხოების კუთხით და აქედან გამომდინარე, აი თხის რქებს მოუწევთ ძალიან რაციონალურად შეხედონ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, ურთიერთობებს, იმიტომ რომ ეს პერიოდი თქვენი ცხოვრების გზაჯვარედინი იქნება პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით. არჩევანის გაკეთების კუთხით, იმ კუთხით რას აირჩევთ, როგორ აირჩევთ, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ მარტივია თქვენთვის ეს პერიოდი, იმიტომ რომ ამ პერიოდამდე და ამ პერიოდის მერე შეიძლება ითქვას ესე გაიყოს თქვენი ცხოვრება, თუმცა პირველი აკორდები აი უკვე 31 დეკემბერს უნდა დააკორდეთ, იმიტომ რომ ახალი თვარე 31 დეკემბერს ზუსტად თქვენ ზოდიაქოს ნიშანში უწევს და მე ვიტყოდი ეს რამეს, რომ კი დაგეგმოთ შეგიძლიათ რაღაცები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერს მისი უმაღლესობა კარმა განაპირობებს და ამიტომ რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ ცხოვრებაში, მიიღეთ ეს ყველაფერი როგორც მოცემულობა და უკვე გაზაფხულიდან თქვენ ცხოვრებაში გამოიკვეთება ახალი პერიპეტიები, ვიღაცა შეიძლება ზედმეტად აქტიურიც კი იყოს და ცოტა ექსტრემალური, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებებიც კი მიიღოს, ან გარემოებები იყოს შეიძლება ესეთი, რომ სწრაფად უნდა იმოქმედოთ, რომ რაღაც შანსები დაიჭიროთ. ამიტომ პატარ-პატარა დისკომფორტები ნამდვილად იქნება თქვენ შემთხვევაში, რომ თავი დაიმკვიდროთ. დიდხნიანი ბურუსიდან გამოდიხართ, გაურკვევლობის ბურუსიდან, ну შეიძლება იყოს პროფესიულიც, შეიძლება იყოს პირადი ცხოვრებაც, ვიღაცა შეიძლება საბოლოოდ, ვიღაცა შეიძლება საბოლოოდ თვალები აიხილოს, კონკრეტული ადამიანის ასევე თქვენ შემთხვევაში ილუსტრაცია მოხდება, გადაფილტრა მოხდება, სავარაუდოდ გარემოცვის და ბევრი ადამიანი ასევე ზუსტად გაზაფხულის პერიოდში იქნება პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით ზღვარზე, ემოციურ ზღვარზე. რაღაც ძველის დასრულების, ახლის დაწყების არ იქნება ეს მარტივი გადაწყვეტილებები, თუმცა ეს იქნება ძალიან კონსტრუქციული და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენ ცხოვრებაში, ახალი დასაწყისის. მერწყულები. მან ამ ადამიანთანაც პრინციპში ყველა ადამიანისთვის ძალიან დიდი გამოწვევებია 2025 წელს და მერწყულთან აუცილებლად არის ეს გამოწვევები. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მერწყულის ნიშნით არის დაბადებული, აი ზუსტად გაზაფხულის პერიოდიდან გათავისუფლდება იმ ბორკილებიდან, რომელიც აქამდე ხელს უშლიდა, ბევრ რამეში უშლიდა, შეიძლება ხელს სწავლაში უშლიდა, თვითგამოხატვაში უშლიდა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი უფრო ილუზიებისგან დაიწყებს გათავისუფლებას, ანუ საკუთარ თავთან დაკავშირებით რაღაცების აღიარება მოუწევთ, თვითშეფასება შეიცვლებათ, ფასეულობის სისტემა შეიცვლებათ და ძალიან ბევრი ადამიანი იმას მიხვდება, რომ ყველა სირთულის მიზეზი ბოლო წლების მანძილზე, თუ კი თქვენ ცხოვრებაში იყო სირთულები, ის იყო, რომ რაღაცას არ უყურებდით მარტივად, ან არ უყურებდით დიამეტრულად და პანორამულად, ანუ მხოლოდ
თქვენ პოზიციას ეყნებოდით, შეიძლება ესე ითქვას, სწორხაზოვნად უყურებდით და აქედან გამომდინარე შეიქმნა ის ჩიხი, თუ გქონდათ რა თქმა უნდა რაღაც სირთულეები, რომელიც აი გაზაფხულის პერიოდიდან იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ გადატვირთავთ თქვენს ცნობიერებას, აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადაგიყვანთ თუნდაც თქვენ თავთან ურთიერთობის. ბევრი მერწყულის ცხოვრებაში მოულოდნელი და ევისებურის, ესე ვთქვათ, კალეიდოსკოპურად შეიცვლება ცხოვრება, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, ვინც მერწყულის ნიშნით არის დაბადებული, ზოგთან ეს არის ჯანმრთელობა, პლუსშიც და მინუსშიც, ანუ მნიშვნელოვანი ესეთი თემები იქნება, ასევე ეს არის სამსახურებრივი ცვლილებები, ძალიან ესე ვთქვათ, მოულოდნელი ერთიდან მეორეზე გადასვლის საშუალება გეძლევათ, ფაქტობრივად აი ესე რაღაცა შტურმულად შეიძლება ითქვას. ამიტომ ეს წელი ძალიან ბევრ ამას დაგაფიქრებთ, სხვა შეიძლება იყოს რაღაც მნიშვნელოვანი გამოწვევები და თქვენს ახლო წრის ქალბატონებთან მათი საჭიროებები დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე ზოგადად და მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების და ამიტომ ეს იქნება ძალიან დიდი ტრანსფორმაციის პერიოდი. მიდაბეკას დაგვიწყო ესე იგი. კარგი ხასიათის უსაქციელობა მაყურებელს ბოდიში. სოფია შენც მე რო გვეჭხუებიან ხოლმე ნუაწყვეტინებს და გაგვეცინა ბოდიში. მე შენც წაგაკითხე. აუცილებლად სასაცილო იქნება. ვერცი თემებზე ვისაუბრე, იმიტომ რომ ისინი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ადამიანები არიან და ვინც ამ ნიშნით დაბადებული გვისმენს და ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს და ხოთ შორს ხშირად აქვს თქმა პრეტენზია, აი ჩემზე ცოტას ლაპარაკობ. ყველას აქვს ეს პრეტენზია. ჩემ ბოლო ნიშანი ვარ, რატო ლაპარაკობ და რატო გჩაგრავ, თქვენია ბურთი და მოედანი შეიძლება ითქვას 2025 წელი ეს არის ყველაზე მთავარი წელი თქვენთვის. გამოწვევები შეიძლება ესე ითქვას უდიდესი გამოწვევები, მაგრამ გახსოვდეთ რომ საოცარი ბერკეტი გაქვთ. რომ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება და შეცვალოთ ამ გადაწყვეტილების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაც ასევე თქვენ გარშემო მოდი რომ უამრავი ადამიანის ცხოვრებაში ვინც თეოზოფის ნიშნით არის დაბადებული აი უკიდურესი ცვლილებებია მოსალოდნელი უკიდურესი გაცნობიერებები შიშთან თვალის გასწორება ძალიან ბევრი ადამიანს ალბათ მოუწევს სერიოზულ შიშებს გაუსწოროს თვალი ახალი რეალობის იმიტომ რომ პლანეტა ნეპტუნი რომელიც თეოზოფის ზოდიაქოს ნიშანს მართავს ფაქტობრივად უკვე ზღვარზე დგას ემზადება ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორე ნიშანში გადასასვლელად ეს არის კარგ ვარიანტში საოცარი სითამამე რომელიც თეოზოფის გაუჩნდებათ ეს ძალიან თამამები გახდებიან აქტიურები გახდებიან თვითონ გაუკვირდებათ როგორ მე ვბედავამდე ეს მე შემიძლია ცუდ ვარიანტში ეს შეიძლება ასევე იყოს რაღაც გარკვეული შიშებიც აგრესიაც თვითაგრესიაც ეს ყველაფერი თქვა და ინდივიდუალურ დონეზე ამიტომ რომ პროგნოზი ყოველთვის ინდივიდუალურ დონეზე მუშაობს თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ 2025 წელი ეს არის მარტივი წელი ეს არის სიბრძნის საკუთარ თავში სიბრძნის პოვნის აი მოდი ესე გეტყვით ტყავის გამოცვლის როგორც გველი იცვლის ტყავს ზუსტად ყველას მოგვიწევს ცხოვრების წესით დაწყებული მენტალობის სულებით დამთავრებული ბევრი რამე შევცვალოთ ვაღიაროთ იმიტომ რომ ეს საოცარი წელი აღიარებების და ყველაზე მთავარი კიდევ რასაც ადამიანები ამ წელს მიხვდებიან არის ის რომ როცა სხვას განსჯი არ უნდა დაგავიწყდეს რომ არ ჩვენ გაქვს ფრთები მოკლედ და თევზები ხო თევზები არის საერთოდ უპირობო სიყვარულის ემპათიის ნიშანი და ძალიან ბევრი ადამიანი ზუსტად აი ამას ჩახედავს კიდევ თვალებში რომ საკუთარი თავის მიმართ განსჯასაც კი ბევრი მოიშლის ალბათ და მიხვდება რომ საკუთარი თავი არ უნდა გასანჯო პირველ რიგში იმიტომ რომ თუ ამისკენ ხარ მიდრეკილი მე სხვების განსჯისკენაც ხარ მიდრეკილი და ეს ყველაფერი განპირობებულია უნიშნულობის განცდით როცა ადამიანი ფიქრობს რომ არ არის მნიშვნელოვანი სამყაროსთვის მისი აზრი, მისი არსებობა, ყველანი მნიშვნელოვანი ვართ სამყაროსთვის და ზუსტად ამ კოლექტიურ ენერგიებში შევდივართ, რომ ნებისმიერი ჩვენგანი მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას ხვდებით უკვე პროცესებში, რომელიც მიდის და ზუსტად ამის გაცნობიერება მიდის, რომ ყველა ადამიანი არის მნიშვნელოვანი და თუ ადამიანები დგანან ერთად, ამ შემთხვევაში იქნება ყველამ საკუთარი როლი იყო რაღაცნაირად ზუსტად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველთაო თანადგომის და სიყვარულის და სოლიდარობის ესე ვთქვათ ტენდენციებია მიმდინარე წლის მანძილზე ის ტრენდი მომდევნო წლის გადავხდი უკვე რაღაცა ჩვენ კოლექტიურადაც ვისწავლეთ ხო ეს კოლექტიური ეთიკა ძალიან მნიშვნელოვანი უნარები გამოგვიმუშავდა ხო ყველგან იქნება აბსოლუტურად ეს და აი
თქვენ ახსენეთ რომ ეკო რეჟიმაო გატეხაო ადამიანები მაშინ მთავარი პლანეტა რომელიც საერთოდ ამ სტრუქტურებს წარმოადგენს პლუტონი იყო თავის სიძლიერის ზონაში ყველანაირი სისტემა ძლიერი იყო და ეხა პირიქით არის ნახეთ ეხა სისტემის ეს პრინციპი გადადის მერწყულის ენერგიებში და მერწყულის ენერგეტიკა არის ეს ენერგეტიკა რომ ყველა თანასწორია ყველა საკუფლება იყოს იცხოვროს მშვიდ გარემოში და ეს თანასწორობის პრინციპი არის პრინციპში ის პრინციპი ადამიანები ერთმანეთისთვის რა ანუ კოლექტიური ეთიკის როგორ თანასწორობა გადასარევი სოფია ძალიან დიდი მადლობა უამრავი ადამიანი ჩვენი ჩათვლით ელოდებოდა მოკლედ 2025 ეს არის წელი შიშის დამარცხების ბევრ ადამიანს ექნება აი ბევრი შიშები ექნება დამიჯერე ძალიან ბევრი პანიკები იქნება მაგრამ როცა ძალიან ბნელა ზუსტად იქ იწყება განთიადი დაველოდეთ მე მგონი უკვე დაწყებულია ეს განთიადი ისე ხედავთ მაგრამ სადღაც ძალიან გაანათებს და მომდევნო წელს იქნება ეს რაღა დაგვრჩა ცოტა დაგვრჩა ძალიან დიდი მადლობა სოფიას